ეს ოფისი ესე გამოიყურება ორი ნაწილი ესეთი საოფისე დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთველ სადგურს გადაეცა 3 ახალი მანის მარკის სპეცტექნიკა. იგი მოემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს განვიხილეთ რეაბილიტაციის გეგმა. რეაბილიტაცია გათვალისწინებული ამ ნარჩენების გადამტვირთველ სადგურის, რომელიც დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლოს და საბოლოოდ მათი გაუმჯობესება ხელს შეუწყობს როგორც მუნიციპალიტეტის, ისე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონების აღჭურვა სპეცტექნიკით. შესაბამისად დღეს ვიმყოფებით ბორჯომის გადამტვირთველ სადგურზე, სადაც გადავეცით 3 ერთეული ახალი სპეცტექნიკა, რომელიც მოემსახურება ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული სპეცტექნიკით ნარჩენების გადაზიდვა ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არის მნიშვნელოვანი გამოწვევა გარემოს დაცვის თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც ჩართული იყო ესეთი საჩუქრისათვის, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადმოეცა 3 ახალი ნაგავზიდი. რომელმაც უკვე რასაც ქვია ჩაანაცვლა ეს ძველი ტექნიკა, რომელიც გამოსული იყო უკვე მწყობრიდან და ეს 3 ახალი ნაგავზიდი ყველანაირად უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რათა მოგეხსენება ტურისტული ქალაქია და მწვანე ქალაქი არის ბორჯომი და სისუფთავეს, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში ამხელა მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენთაგანისათვის და სრულიად უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების გატანას და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ამისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესეთი საჩუქრისათვის, რომელიც გადმოეცა დღეს მუნიციპალიტეტს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისათვის, თავდადებული რომელსაც 24 საათის მანძილზე დღისით თუ ღამით ნებისმიერ ამინჩი ასრულებენ ისინი, რათა ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთა იყოს ჩვენი ქალაქი.